რა დრო და რა თანხა არის საჭირო იმისთვის, რომ ისწავლო ტრეიდინგი. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ ყველაფერზე, რაც კი შეეხება ტრეიდინგს, ვისაუბრებ რა დრო არის საჭირო, რა თანხა არის საჭირო იმისთვის, რომ ისწავლო ტრეიდინგი და გახდე მომგებიანი ტრეიდერი და disclaimer, იყო ტრეიდერი და გახდე მომგებიანი ტრეიდერი, ამ ორ შორის არის უდიდესი განსხვავება, იმიტომ რომ დღესდღეობით შენ უბრალოდ შეგიძლია გახსნა სადმე რომელიმე ბროკერზე ანგარიში, ჩაირიცხო თუნდაც $5, იყიდო ან გაყიდო კონკრეტული ასეთი და შენ შეგიძლია შენ თავს ტრეიდერი დაუძახო, მაგრამ ეგ არნიშნავს იმას, რომ შენ ფულს აკეთებ. იყო მომგებიანი ტრეიდერი არის სულ სხვა სფერო, ამიტომ ამ ყველაფერზე ვისაუბრებ. დღეს ძალიან ბევრი არის დაინტერესებული ტრეიდინგის შესწავლაზე, ინვესტიციის შესწავლაზე. ამიტომ გერჩევთ რომ ამ ვიდეოს მოусმინოთ კარგად, იმიტომ რომ გეტყვით თუ რა არის ზუსტად საჭირო იმისთვის, რომ ისწავლოთ და გახდეთ მომგებიანი ტრეიდერები. მოდი დავიწყოთ პირველ რიგში იქიდან, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ფავორიტი. შეუძლია თუ არა ყველას გახდეს მომგებიანი ტრეიდერი და სანამ დაიწყებ ტრეიდინგს, რა უნდა გააკეთო, როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ. ანუ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არ არის საერთოდ არანაირი education-ი საჭირო და არანაირი განათლება და ასე შემდეგ. ტრეიდინგი არის ის სფერო, სადაც არ არის რასიზმი, არავინ არ უყურებს შენს წონას, შენს ფერს, შენ კარიერას, როგორ გამოიყურები, ასე შემდეგ. ანუ ყველას ექცევიან ერთნაირად. არ ანსხვავებენ მის სქესს, მის სიმაღლეს, სილამაზეს, უშნობას, არ აქვს მნიშვნელობა, ყველანი ვართ ერთი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ. შემდეგ არის ის, რომ ტრეიდინგით შეგიძლია იმდენი ფული გააკეთო, რამდენიც გინდა, იმიტომ რომ sky is the limit. როცა შენ იწყებ ტრეიდინგს, რა თქმა უნდა, თავიდან ვერ გააკეთებ ფულს, იმიტომ რომ უნდა ისწავლო, მაგრამ გზა და გზა, როცა ესე ვთქვათ, შენი კაპიტალი უფრო და უფრო გაიზრდება, რა თქმა უნდა, შენი მოგებებიც პროცენტულად არა, მაგრამ თანხით უფრო და უფრო გაიზრდება. ამიტომ იმისთვის, რომ უფრო მეტი ფული გააკეთო, არ არის საჭირო, რომ ახალი ოფისი იქირავ, ახალი თანამშრომლები იქირავ და ასე შემდეგ. ანუ შეგიძლია, რაც შეიძლება მეტი გააკეთო, ნაკლები ხარჯებით. მაგრამ რაც მინდა რომ გითხრათ მეგობრებო, არის ის, რომ შეუძლია თუ არა ყველას გახდეს მომგებიანი ტრეიდერი და ისწავლოს ტრეიდინგი. ჩემი აზრით კი მე მწამს და მჯერა რომ ყველას შეუძლია გახდეს მომგებიანი ტრეიდერი, მაგრამ ეს არ არის ყველასთვის. სტატისტიკები გვეუბნებიან, რომ 90%-მდე ტრეიდერების კარგავს ფულს long term-ზე, 5% კი 10% კი აკეთებს მხოლოდ ფულს. მე მგონია, რომ ეს უფრო ნაკლები არის, იმიტომ რომ იყო კონსისტენტური და თანმიმდევრულად მომგებიანი ტრეიდერი არის სულ სხვა სფერო, ვიდრე უბრალოდ 1-2 გაგივარდეს, payout-ი გააკეთო, ან თანხა გააკეთო და ასე შემდეგ. ასევე მინდა გითხრათ, სანამ დაფიქრდებოდით, ისე იმას რომ დაუბრუნდეთ, რომ არის თუ არა ტრეიდინგი ყველასთვის, ჩემი აზრით, ყველა შეუძლია გახდეს ტრეიდერი და მომგებიანი ტრეიდერი, მაგრამ არ არის ყველასთვის, მაგრამ რაც შეეხება ინვესტიციებს, მეგობრებო, შენ ხარ ვალდებული, რომ გააკეთო ინვესტიცია, მაგრამ ინვესტიცია და ტრეიდინგ შორის განსხვავებებს და აუცილებლობებს სხვა ვიდეოში განვიხილავ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ შენ არ გაქვს საინვესტიციო საფულე, ძალიან ცუდად იქცევი და არ მიყვები სწორედ, ესე ვთქვათ, ფინანსურ სამყაროს და ესე ვთქვათ, არასწორედ დგავ ნაბიჯებს შენ ფინანსურ წარმატებაში, იმიტომ რომ ინვესტიცია არ არის არჩევანი, როცა ტრეიდინგი არის არჩევანი. შენ შეგიძლია აერჩიო რომ გახდე ტრეიდერი, იმიტომ რომ ეს არის სფერო, ეს არის სკილი, რომელსაც სწავლობ და აღარ გავიწყდება, როგორც ერთხელ ისწავლი ველისაპედის დარებას, ისე ისწავლი ტრეიდინგს და ეს აღარ დაგავიწყდება, იმიტომ რომ ტრეიდინგი არის ერთი და იგივე, არასდროს არ იცვლება, ის არის ისეთი, როგორც იყო აკაუნტი, ამიტომ შენ დღეს თუ ისწავლი ტრეიდინგს, ხვალზე გმაზეკ და 100 წლის შემდეგაც ერთი და იგივე იქნება. განსხვავებული რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ უფრო ვოლატილური იყოს, იმიტომ რომ რაღაც ნიუსი მოხდა. ან ესე ვთქვათ, ნეგატიური იყოს, იმიტომ რომ ბაზარზე ნეგატივი არის და არ მოძრაობდეს და ასე შემდეგ, მაგრამ price action-ი რჩება იგივე. მოკლედ დავიმახსოვრეთ, ტრეიდინგი არის არჩევანი, შენ გაქვს არჩევანი იმისთვის, რომ გახდე ტრეიდერი, მაგრამ შენ ხარ ვალდებული იმისთვის, რომ გააკეთო ინვესტიცია, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, სანამ დაიწყებდით ტრეიდინგს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არის ტრეიდინგის შესწავლა, მაგრამ ასევე გამოყვათ თანხები იმისთვის, რომ გააკეთოთ ინვესტიცია. გამომდინარე იქიდან, რომ ტრეიდინგის შესწავლა არის გრძელვადიანი, გრძელდება ძალიან დიდხანს, 3-4 წელი გრძელდება, შეიძლება უფრო მეტიც და ამ 3-4 წლის მერე იწყებ მხოლოდ მაშინ იწყებ შენი დოვლათის
შეგროვებას ტრეიდინგში და წარმოიდგინე 3-4 წლის განმავლობაში რომ არანაირი ინვესტიცია არ ქონდეს გაკეთებული, თუნდაც 50-100 ლარი თვეში არის ძალიან დიდი შეცდომა. ამიტომ ჩემი რჩევა იქნებოდა რომ დაიწყოთ ჯერ ინვესტიციით, გაერკვეთ რაღაცეებში, გადმოხვიდეთ ტრეიდინგზე და დაყოთ თქვენი ფინანსები ისევ რომ ინვესტიციაც იყოს და ტრეიდინგს, მაგრამ ამისთვის კიდე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ. ეხლა კიდე მინდა შევეხო სოციალურ მედიებს, იმიტომ რომ რატომ მოდიხარ ტრეიდინგში, შენ თავს უნდა დავსვა ის კითხვა, რომ რა გინდა ტრეიდინგში. ნუ რა თქმა უნდა არის ყველასთვის ფულის გაკეთება, ყველას უნდა ფულის გაკეთება, სულელი და რა ვიცი, გზადაკარგული და გზააცდენილი უნდა იყოს, რომ შემოხვიდე ტრეიდინგში და თქვა, რომ არ ვიცი რამიდან ფულის გაკეთება არ მინდა, სხვა რამე გინდა. არა, ტრეიდინგში და ჩარტები ვზივართ ყველანი იმისთვის, რომ გავაკეთოთ ფული, მაგრამ დასაწყისში შენ ვერ გააკეთებ ფულს. ერთადერთი რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრა და გარანტია მოგცე, მიუხედავად იმისა, რომ ტრეიდინგში გარანტიას ვერავინ ვერაფერში ვერ მოგცემს, მე მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას და გეტყვი, რომ ის თანხა, რომელსაც გამოიყენებ პირველ ჯერზე, აუცილებლად დაკარგავ. ამიტომ ეს თანხა იქნება შენი სწავლის თანხა და რაც შეიძლება მაქსიმალურად შეამცირე. 100-დან $500-მდე მაქსიმუმ გააჩნია სიტუაციას, ვინ რა და როგორ ამაზე მეტით დაწყება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გაერკვე რა არის ტრეიდინგი, რა არის ჩარტები, როგორ კეთება ანალიზი, რა არის ლონგი, რა არის შორტი, გაერკვე სხვადასხვა ტერმინებში და ასე შემდეგ. მაგრამ ისე რომ დაუბრუნდეთ თუ რატო იწყებ შენ ტრეიდინგს. შენ თუ იწყებ ტრეიდინგს იმისთვის, რომ ვიღაცი სოციალურ მედიაზე დაინახე მაგარი მანქანა, ვიღაც სოციალურ მედიაზე დაინახე, რომ ვიღაცა Discord-ზე რაღაც ფულს აკეთებს, 2 თვეში pay-out-ი გააკეთეს, 1 თვეში, 1 წელში თუნდაც და მაგარი ტრეიდერია და ასე შემდეგ. მინდა იმედები გაგიცრო, იმიტომ რომ შეუძლებელი არის ეგეთი რაღაცა და ყოველთვის ვამბობ ხოლმე. აი მაგალითად, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი იმის სიგნალებში ან სიგნალები დაიწყე შენც ან ისქენი ან ესქენი, აი იმის სიგნალებში ფულს გავაკეთებ, ყოველთვის ვამბობ. ნახეთ ახლა რა ხდება. ძალიან ლოგიკურ რაღაცას ვამბობ, ხო? თუ ვიღაცა live trading-ზე არის და სიგნალებს გაძლევთ, ხო ლოგიკური არის, რომ 100%-მა უნდა გააკეთოს მოგება Discord-ში, სადაც არის ან იმ ჯგუფში Discord იყოს, Telegram-ი არ აქვს მნიშვნელობა, თუ live trading არის. ხო ძალიან ლოგიკურ რაღაცას ვამბობ. ამ შემთხვევაში ჩემი კითხვა არის, რატომ ხდება ისე, რომ ვერავინ ვერ აკეთებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში ფულს long term-ზე 1-2-ს შეიძლება 500 კაციდან ახლა შეიძლება 1-2-ს გაუვარდეს თვეში და გააკეთოს მართლა pay-out-ი, მაგრამ მე განიშნავს იმას, რომ ისინი არიან მომგებიანი ტრეიდერები და შენ აუცილებლად გააკეთებ ფულს. ამიტომ ერთ-ერთი პირველი რჩევა იქნება ჩემთვის კიდე, რომ სოციალურ მედიებში რაც ხედავ დაანებეთავი, ის მაგარი ცხოვრება, მაგარი რაღაც მანქანა და ასე შემდეგ და რაღაც ტყუილები და screenshot-ის pay-out-ები არის უდიდესი სისულელი. თავი რომ დავანებოთ ყველაფერს, ის ვინც მაგნით ფლექსავს და ფულით ფლექსავს, ნუ ჯერ ეს ერთი რომ ძალიან დაბალი დონის არის და მეორე, ძალიან სულელი უნდა იყოს ადამიანი, როცა შენ ფიქრობ შენ დოვლათის გაზრდაზე, შენ ინვესტიციების გაზრდაზე და ასე შემდეგ და ყიდულობ ძვიან მანქანას ან ფლექსავ ქეშთან. ქეში რო გაქვს, ეგ უკვე ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ შენმა ფულმა ყოველთვის უნდა იმუშავა, შენმა $1 და $2 ყოველთვის უნდა იმუშავა. ეხლა რომ მითხარ $500, 500 ევრომდე, ან ბანკაზე რამდენი გიდევს, გეტყვი 25 ევრო მიდევს, მეტი არც მიდევს ბანკის კარტაზე. იმიტომ რომ ჩემი ყოველი ევრო მუშაობს, არის ინვესტირებული, ან არის სავაჭრო კაპიტალზე. ამიტომ შენ თუ მანქანას ყიდულობ 60-70,000 ევროს, ანუ ყველა შეუძლია, მე შემიძლია ხო ახავიდე და ძალიან ძვირიანი მანქანა ვიყიდო, მაგრამ რა თქმა უნდა. პირველ რიგში ავიღოთ ის, რომ ნუ რა თქმა უნდა, ერთ ჯერზე არ გადავიხდი ამას და თუ გავაკეთე, რა თქმა უნდა, ბანკით გავაკეთებ, იმიტომ რომ თუ მაგალითად სიტყვაზე ავიღოთ მანქანა ღირს 80,000, მე მერჩევნია რომ 80,000 ბანკით ავიღო და 5-6% გადავიხადო წელიწადში და ჩემი ქეში, რომელიც ქონდა განკუთვნილი მანქანისთვის, პირიქით დავაინვესტირო და გავაკეთო 8-დან 10%-მდე, ან თუ ჩემი სკილები გამოვიყენ და მაქვს სკილები უფრო მეტიც და ესე ვთქვათ, უფრო მალე დავფარო ჩემი სესხი და პროცენტულობაში უფრო მოგებაში ვიქნებ. ხო, მაგრამ ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იყიდე ძვირიანი მანქანა, დაგჭირდა გაყიდვა, ან აღარ გინდა ან მოგბეზრდა, იმიტომ რომ ანუ ყველაფერი მოსაბეზრები არის და გინდა განვითარება და უფრო მაღალ ლეველებზე ასვლა, ის მანქანა ერთ წელში უკვე 30% ნაკლებად უნდა გაყიდო. ხო, ანუ ეს არის საშინელება ინვესტიცია, რაც კი გააკეთე. ამასაც რო დავუმატოთ არის ის, რომ ყოველ წელს მას ჭირდება მოვლა მინიმუმ 10,000 ევრო კიდე გვერდზე უნდა გადადო, იქ დიზელი იქნება, საწვავი, მუხრუჭები, საბურავები, ზეთის გამოცვლა, ასე რაღაცები, ამიტომ არის მხოლოდ ხარჯი, ხომ? ამიტომ ესეთ რაღაცებს ნუაყვებით და ნუ გეგონებათ, რომ ერთ-ორ თვეში თქვენც მიაღწევთ ეგეთ რაღაცას.
იმიტომ რომ რატო ამოფ ამას? ნუ რა თქმა უნდა, ყოველს უნდა გქონდეს რაღაც მიზანი, გინდა ფინანსური იყოს, გინდა არ აქვს მნიშვნელობა. რა მიზანი იქნება, მაგრამ რატო ამოფ ამას? იმიტომ რომ ხშირად ვხედავ რომ შემოდის ადამიანი ტრეიდინგში და ფიქრობს რომ ერთ-ორ თვეში მიაღწევს რაღაცას, ან თუნდაც ნახევარწელში, ან თუნდაც ერთ წელში და რო არ აღწევს და რო ვერ აღწევს, იმედები უცრუვდება, ადვილად ტოვებს ყველაფერს, ამ დროის განმავლობაში არც არანაირი ინვესტიცია აქვს გაკეთებული, არც არანაირი დოვლათი აქვს აშენებული, ანუ ფული საერთოდ ან სარგებელი საერთოდ არ აქვს გაკეთებული ფინანსური ბაზრებიდან, ესე ვთქვათ, გულდაწყვეტილი, გულგაცრუებული და ნუ წარუმატებელი მიდის ამ სფეროდან. ხო, რაც რა თქმა უნდა არის სამწუხარო, იმიტომ რომ ტრეიდინგი და თვითონ ინვესტიცია გვაძლევს ძალიან ბევრ შანსს იმისთვის, რომ მივახციოთ იმას, რაც გვინდა, იმიტომ რომ sky is the level. რამდენი თანხაც გინდა, იმდენი შეგიძლია გააკეთო, იმიტომ რომ იმისთვის, რომ უფრო დიდი მოგება დააფიქსირო ბაზარზე, არ არის საჭირო ახალი ოფისის გახსნა, ახალი თანამშრომლების დამატება და ასე შემდეგ. არა, პირიქით არის ანუ უფრო ნაკლები ხარჯები არის საჭირო იმისთვის, რომ უფრო მეტი თანხა გააკეთო, ხომ? ამიტომ გავითვალისწინოთ ესეც მეგობრებო და რო გადავიდეთ ახლა თუ რამდენი ხანი არის საჭირო იმისთვის, რომ ტრეიდინგი შევისწავლო და რა თანხა არის საჭირო. ნუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის თანხა, რომლითაც დაიწყებ, აუცილებლად დაკარგა პირველ ესე ვთქვათ, სწავლის დროს, ამიტომ მიზუნე იმაზე, რომ ის თანხა, რომლითაც დაიწყებ, იყოს მინიმალური, ეს შეიძლება იყოს 100-დან 500 დოლარამდე. ასევე გირჩევდით, რომ demo account-ებზე არ ივაჭროთ, იმიტომ რომ არანაირი გრძნობა არ გაქვს, უცბად იფიქრებ, რომ ამ day trader შეხვალ მე რაღაც ძალიან დიდ თანხას ჩადებ სავარაუდოდ და უცბად დაკარგავ ემოციებს აყვები იმასისა, ამასისა, ანუ ძალიან ცუდი მიდგომა არის, როცა შენ demo-თი იწყებ. გირჩევ, რომ 100 დოლარით დაიწყო ყოველ ტრეიდზე გარის 1%, რომელიც არის საშუალოდ 1 დოლარი. ამ შემთხვევაში შეგეძლება მილიონობით ტრეიდის გაკეთება, იმიტომ რომ ბევრს გონია რომ შენ თუ 100 დოლარზე 1%-ს რისკავ, მაგ შემთხვევაში 100 ტრეიდის გაკეთება შეგიძლია. არა. თუ 100 დოლარზე რისკავ 1%-ს არის 1 დოლარი, შემდეგ დაგრჩება 99 დოლარი, იმ 99 დოლარზე 1%-ს თუ გარისკავ, დაკარგო 99-ს და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი ტრეიდის გაკეთება შეგიძლია და ეს თანხა უნდა იყოს იმისთვის გამიზნული, რომ შენ ისწავლო ტრეიდინგი, ანუ ეს უნდა იყოს სასწავლო თანხა, ამიტომ რაც უფრო ნაკლებს ჩადებ ამაში, მით უკეთესი არის. რა თქმა უნდა, როცა იწყებ, საჭირო არის რომ ისწავლო ტერმები, ისწავლო, ესე ვთქვათ, რა არის სანთელი, რა არის სუპორტი, რა არის რეზისტენსი, რა არის ტრენდი ლეველების გახაზვა და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს ჭირდება საშუალოდ 3-დან 6 თვე. ნუ გააჩნია როგორ ჩავჯდები, რამდენ დროს დავუთმო და ასე შემდეგ. ასევე გეტყვით, რომ თუ ტრეიდინგს არ დავუთმე დრო, რა თქმა უნდა ვერ გახდები ტრეიდერი და ვერ ისწავლე ტრეიდინგს. დასაწყისში რაც შეიძლება ბევრი ტრეიდები უნდა იყოს, რაც შეიძლება დიდი ხანი უნდა იყოს ჩარტებზე, რაც შეიძლება ბევრი შეცდომები უნდა დავუშარო, შემდეგ ანუ რაც შეიძლება მალე ისწავლო და შემდეგ რაც შეიძლება ცოტა ხანი იჯდე ხოლმე ჩარტებზე, იმიტომ რომ უკვე გეცოდინება რა საკეთებ და რა უნდა გააკეთო და ტრეიდინგში გვაქვს ესეთი გამოთქმა less is more, ანუ რაც უფრო ნაკლებს ვაჭრობ, უფრო მეტ თანხას აკეთებ, მაგრამ დასაწყისში არის პირიქით. რაც შეიძლება მეტი უნდა გააკეთო იმის რომ რაც შეიძლება სწრაფად ისწავლო. ანუ 6 თვე გჭირდება ამ ტერმინების სწავლებად. შემდეგ 3-დან 4 თვე კიდე შენი სტრატეგიის შესწავლად, ამ ყველაფრის fine tuning-ი, ამ ყველაფრის back testing-ი, შემდეგ და შემდეგ იწყებ შენ თვითონ ტრეიდინგს და მე იწყება ყველაფერი, ანუ მანდ იღებ ნამდვილ გამოცდილებას. საშუალოდ არის საჭირო მე ვიტყოდი 3 წელს მინიმუმ იმისთვის, რომ გამოიარო ყველაფერი ბაზარზე ის, რაც არის საჭირო, რომ გამოიარო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ტრენდები, აღმავალი ტრენდები, დაღმავალი ტრენდები, bull market-ი, bear market-ი და ამ ყველაფრის არის მინიმუმ 3 წელი, იმის რომ ეს ყველაფერი გამოიარო და იმასაც გეტყვით, რომ საუკეთესო ტრეიდერი, ანუ ტრეიდერი იბადება bear market-ის დროს, როცა ბაზრებზე არის ძალიან დიდი პანიკა, არავინ არ არის დაინტერესებული ტრეიდინგით, ინვესტიციით და ასე შემდეგ, ანუ ტრეიდერები იბადებიან bear market-ის დროს ხოლმე და მე სხვათა შორის bear market-ის დროს გავაგრძელე ის, რაც უნდა გამეგრძელებინა, ანუ ვიყავი მართლა იმ გზაზე, რომ ან დავანებო თავი, ან გავაგრძელო, მაგრამ ამ გაგრძელებას რა თქმა უნდა მიუდგე სწორედ თუ უბრალოდ ფულს კარგავ და აგრძელებ იმას, ანუ ესეთი რაღაცა არის, რომ ბევრი კარგავს ფულს და არ დავნებდები და ისევ აგრძელებს და ისევ იგივე შეცდომებს უშვებს, ხო? ეს არის უდიდესი სისულელე. მე პირიქით მოვიქეცი, მოვძებნე სწორი მენტორი, რომელსაც ჰქონდა კარგი track record-ი, რომელსაც დავუჯერე ასე შემდეგ და მითით ამან ჩემ შეცდომებზე გამოვასწორე ჩემ შეცდომები და დროთა განმავლობაში გავხდი მომგებიანი ტრეიდერი. ამიტომ შენ თუ უშვებ შეცდომებს და შეცდომებს, ყოველთვის უნდა იცოდე რა შეცდომებს უშვებ და რატო უშვებ შეცდომებს. თუ შენ გაისტოპე და უბრალოდ იტყვა part of the game ან ბაზრის ბრალი ან იმას დააბრალებ ან ამას დააბრალებ ყოველთვის, ხო? ნუ რა თქმა უნდა არ არის სწორი. რა თქმა უნდა შეიძლება ბაზრის ბრალი იყოს და იდეალურ ტრეიდშიც რომ მიჯდე
სადაც იცი რომ 70% ყოველთვის კარგად მინდის ხოლმე და გაისტოპო 5 ჯერ ზედიზედ, ეგ ანიშნავს იმას, რომ შენი სტრატეგია არის ცუდი ან შენ აკეთებ რაღაცას ცუდად. ეგეც შეიძლება, მაგრამ როცა ხედავ რომ long term-ზე ვერ აკეთებ პულს და არის რაღაც პრობლემა, აუცილებელი არის რომ იპოვო ისეთი ვიღაცა, ვინც გეტყვის რომ აი აქ და აქ უშვებ შეცდომებს. ამიტომ ჩემი აზრით მინიმუმ 3 წელი გჭირდება და 3 წლის შემდეგ იწყება ის რაც იწყება, ანუ შეგიძლია ფულის გამომუშავება, იქაც კიდე სულ სხვა სფერო არის, იმიტომ რომ სხვანაირად უნდა მიუდგეს შემდეგ შენ money management-ს, ანუ მაგ დროს იწყებ უკვე ფულის გაკეთებას. შემდეგ არის ესეთი კითხვები, რომ ფულის გაკეთებას რო იწყებ, როგორ დაყოფ ამ ფულს, ანუ შემოვიდა ფული მაგალითად გააკეთე თვის ბოლოს 20%, ხო ვთქვა $10,000-იანი აკაუნტი გაქვს და სიტყვაზე ავიღოთ გააკეთეთ 15-20%, ხო $2,000 გააკეთე, მაგრამ რას აკეთებ, ანუ ტრეიდინგ აკაუნტზე ტოვებ თუ ამბობ რომ აი ამ 20%-ის ნახევარს დავტოვებ და ამ ნახევარს მაგალითად $1,000, $500, $300 გადავინახავ, $300 კრიპტოში ჩავდებ, $300 აქციებში ჩავდებ და ესე ესე ვთქვათ დივერსიფიკაციას გავაკეთებ. ხო, აი ესეც ცალკე სხვა სფერო არის, ესეც ცალკე სხვა მიდგომა არის, რომელსაც შენ თვითონ უნდა მივუდგე პერსონალურად და შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო რა გინდა და როგორ გინდა, მაგრამ ესე მოკლედ რომ ვთქვათ რომ რა დრო არის საჭირო იმის რომ გახდე მოგვიბენი ტრეიდერი, არის მინიმუმ 3 წელი და რა თანხით უნდა დაიწყო, არის პლუს მინუს $100-დან $500-მდე და არ გირჩევდით დემო აკაუნტებს, გირჩევდით პირდაპირ თანხით დაიწყოთ, გარისკეთ $1, $2 ერთ ტრეიდში, იმის რომ ისწავლოთ რა არის და შეიგრძნოთ რა არის ფულის დაკარგვა და ფულის გამომუშავება და იმისთვის რომ ესე ვთქვათ გაიგოთ რა არის ტრეიდინგი, ანუ მე შემიძლია 2 საათში აგეხსნათ რა არის ტრეიდინგი, 5 წლის 12 წლის ბავშვად შემიძლია ავხსნა რა არის ტრეიდინგი და 1 საათის მერე ზეპირად ჩამაბარებს, რასაც ვეთქვი, მაგრამ ეგ ანიშნავს იმას, რომ შენ ბაზარზე გააკეთებ, ბაზარზე ფულის გაკეთება არის სხვა სფერო, ვიდრე უბრალოდ ტრეიდინგის სწავლა. ამ ყველაფერს შეიძლება რა თქმა უნდა ძალიან დიდი დრო, ამ ყველაფერს შეიძლება ძალიან ბევრი რესურსის დათმობა და ყველაფრის რა თქმა უნდა სწორად მიდგომა. თუ გაინტერესებს შენ კიდევ ესეთი კონტენტი და გაქვს რაიმე კითხვები, აუცილებლად დასვი კომენტარებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესეთ ვიდეოს გავაკეთებ.